გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით ვიკინგებზე, მათ განსაკუთრებულ უნარებზე და მითებზე, რაც ნამდვილად მრავლადაა. ნორმანები. ვიკინგები არ იყვნენ ერთი ერის წარმომადგენლები. ისინი წარმოადგენდნენ მეომრებს, მოგზაურებისა და ვაჭრების გაერთიანებას, რომლებიც ბელადის ან იარლის მიერ იმართებოდა. ვიკინგების დროს სკანდინავია არ იყო გაყოფილი მსხვილ სახელმწიფოებად, დანია, შვედეთი, ნორვეგია. ის შედგებოდა ტერიტორიებისგან, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ ნორმანები. თვითონ სიტყვა ვიკინგი ძველ ნორმანიულია და ნიშნავს ადამიანს, რომელიც მონაწილეობას იღებს ზღვის მოგზაურობაში. ბრძოლის ველის თხილის ტოტებით შემოღობა. ინგლისელ მეომრებში გავრცელებულ წესებს ხშირად ნორმანი მეტოქეებიც იყენებდნენ. ასე მაგალითად, ვინმე ისტორიკოსის იან ჰიტის მიხედვით, ვიკინგების ერთ-ერთ საბრძოლო ტრადიციას წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული თხილის ტოტების ველი, რაც გულისხმობს შემდეგს. ვიკინგები ხშირად ბრძოლის ველს წინასწარ თხილის ტოტებით ღობავდნენ. თუ დაპირისპირებული მხარეებიდან ერთ-ერთი მეორის გამოიწვევდა საბრძოლველად, ამ უკანასკნელს გარს შემოეხვეოდნენ, რათა საკადრისი პასუხი გაეცა ამ გამოწვევისთვის წინასწარ მოწყობილ ბრძოლის ველზე, რომელიც თხილის ტოტებით იყო შემოღობილი. შეიძლება ითქვას, ეს იყო ჩვეულებრივი დუელი, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევდა. ის იმართებოდა განსაზღვრულ დროს. თუ ამ გამოწვევას მეტოქე არ დათანხმდებოდა, ეს დიდ უპატივცემულობად ითვლებოდა. თუმცა ნორმანებს ჩვეულებრივ გაცილებით უკეთ ეხერხებოდათ ძველი ტრადიციები სხვადასხვა ხრიკსა და ილეთთან შეთავსება. ეს ტრადიცია, როგორც ჩანს, ვიკინგებმა ინგლისელებისგან აითვისეს. მსგავსი მეთოდი გამოიყენა მეფე ათელსტანმა 927 წელს ბრუნანბურგის ბრძოლაში ვიკინგების წინააღმდეგ. ბრძოლა სავარაუდოდ თხილის ბუჩქებით გარშემორტყმულ ველზე გაიმართა. ამ ტრადიციას თავისი უპირატესობა ჰქონდა. ასეთი ხრიკით მეფე ათელსტანმა შეძლო მთავარი ბრძოლის დაწყებამდე შეეჩერებინა ნორმანების თავდასხმები ინგლისის ტერიტორიაზე, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მათი ყურადღება მთლიანად გადატანილი იყო ეგრეთ წოდებულ თხილის ველზე. ამერიკა ვიკინგებმა აღმოაჩინეს. ალბათ ბევრ ჩვენგანს ჯერა, რომ ამერიკა ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა მე-15 საუკუნეში. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც. ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, სწორედ ვიკინგები იყვნენ პირველები, რომლებმაც ჩრდილოეთ ამერიკაში კოლუმბამდე 5 საუკუნით ადრე იმოგზაურეს და პირველი ევროპული დასახლებაც ააშენეს. ნორმანებმა ნიუფაუნდლენდის კუნძულს მიაღწიეს და მას ღვთის მიწა დაარქვეს, რადგან იქ ყურძენი ხარობდა. ამ ცნობების შესახებ ჯერ კიდევ ძველი ვიკინგური თხზულებებიდან ვიგებთ. ეს კიდევ არაფერი იყო. მოგვიანებით 1960 წელს არქეოლოგებმა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები აღმოაჩინეს. ნორმანების ძველი ნივთებიდან ნასახლარი. აღსანიშნავია, რომ ვიკინგები ბევრ სახელმწიფოსთან სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებდნენ და ადგილობრივი მეფეების მოკავშირეებადაც ითვლებოდნენ. გაქირავებული შვედი ვიკინგების გვარდია მე-11 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორების კარზე მსახურობდა და კონსტანტინოპოლს მტრის მოგერიებაში ეხმარებოდა. აღმოსავლეთ ევროპაში სლავი ხალხები ვიკინგებს თურქების დასამარცხებლად და გადასახადების ასაკრებად ქირავდნენ. ვიკინგებს ხვდებით საქართველოს ისტორიაშიც, კერძოდ მე-11 საუკუნეში. ქართულ წყაროებში ისინი ვარანგებად არიან მოხსენიებულნი. გადმოცემის თანახმად საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხემ 3000 ვარანგი დაიქირავა კლდეკარის ერისთავის, ლიპარიტ ბაღვაშის დასამარცხებლად. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც სკანდინავიიდან მოსული დაქირავებული ვიკინგები საქართველოს მეფისთვის იბრძოდნენ. ჯონს ვიკინგები. ერთ-ერთი ცნობილი და ხშირად ისტორიულად საკამათო თემაა ჯონს ვიკინგთა გაერთიანება, რომელიც სავარაუდოდ ჰარალდ ბატალდიმ, მეტსახელად ჰარალდ ბლუთუსმა შექმნა. ისინი დაქირავებული მებრძოლები იყვნენ და იბრძოდნენ ვიკინგებისთვის მე-11 საუკუნეებში. თანამედროვე წყაროებში არაფერია აღნიშნული ჯონს ვიკინგებზე, თუმცა მითები მათ შესახებ ხვდება დანიურ წყაროებში. ცნობილი როგორც ჯონს ვიკინგების საგა. მათი სავარაუდო საცხოვრებელი იყო ჯონსბორგის სასახლე, რომელიც უოლინში მდებარეობდა. ამ გაერთიანების წევრები 18-დან 50 წლამდე ადამიანები იყვნენ. ჯონს ვიკინგთა გუნდში შესვლამდე სურველებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ მათი წევრობის ღირსნი იყვნენ. ამისათვის ისინი გამოცდებს აბარებდნენ, იღებდნენ მონაწილეობას ჩხუბებში, რომელიც დუელს გავდა. მას უწოდებდნენ ჰოლმგენგს. მას შემდეგ, რაც გუნდს შეუერთდებოდნენ ჯონს ვიკინგს, არ უნდა ეჩვენებინა შიში და სიმხდალე. არც ბრძოლის ველიდან უნდა გაქცეულიყო თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ შეატყობდნენ, რომ აგებდნენ. კიდევ უამრავი მამაცობასთან ასოცირებული ხასიათის მატარებელი უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფრის გამო ეს
ტიტული ძალიან ავტორიტეტული გახლდათ. ვიკინგებს სხვა ელიტური დანაყოფებიც ჰყავდათ, მაგალითად ბერსერკერები ან ჰუსკარლები. რქიანი მუზარადები. ვიკინგების ხსენებისას ბევრს თვალწინ წარმოუდგება რქიანი მუზარადების მქონე ადამიანები, თუმცა დღემდე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, არც არქეოლოგიური და არც მწერლობითი, რომელიც დამტკიცებდა ვიკინგებში რქიანი მუზარადების არსებობის ფაქტსაც კი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნ არც ერთ მუზარადს არ აქვს რქა ან რაიმე მსგავსი ნიშანი. სავარაუდოდ ამ მითის გავრცელებას ხელს უწყობდნენ ძველი ქრისტიანები, რომლებიც ვიკინგებს ეშმაკის მებრძოლებად აღიქვამდნენ. არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც რქიანი მუზარადების მითის არსებობას ახსნის. სკანდინავიურ მითოლოგიაში ერთ-ერთ მთავარ ღმერთს, თორს, მუზარადზე გამოსახული აქვს ბუმბულები, რომლებიც შესაძლებელია რქებად აღვიქვათ. გემები. გემები ვიკინგების კულტურის ინტეგრირებული ნაწილი იყო. ვიკინგების ყველაზე დიდ და გამორჩეულ მიღწევად სწორედ ნავების მშენებლობის ტექნოლოგია ითვლება. გემები უზრუნველყოფდა ვიკინგების ყოველდღიურ ტრანსპორტს ზღვაზე, ახალი მიწების აღმოჩენას, იერიშებს, დაპყრობებსა და ვაჭრობას მეზობელ კულტურებთან. მათ მნიშვნელოვანი რელიგიური დატვირთვაც ჰქონდათ. დიდი სტატუსის მქონე ხალხი ძირითადად დაკრძალული იყო გემებზე, ცხოველურ შესაწირთან ერთად, იარაღთან, პროვიზიასა და სხვა ნივთებთან. ვიკინგების ხის ხომალდები იმ ეპოქის სხვა გემებთან შედარებით სწრაფი, მსუბუქი, მოხერხებული და მარტივად სამართავი იყო. ვიკინგებს თავიანთი გემებით შეეძლოთ ხანგრძლივი ლაშქრობების მოწყობა. მათი ერთ-ერთი ინოვაცია იყო ბეიტასი, გემი, აღჭურვილი იალქანზე დამაგრებული ძელით, რომელიც იძლეოდა ქარის საწინააღმდეგოდ ეფექტური ცურვის საშუალებას. ხშირი იყო გემების პატარა ნავებით აღჭურვა, რომლებითაც გადაადგილდებოდნენ გემიდან ნაპირზე. ფარების კედელი. ფარების კედელი ვიკინგებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი მეთოდი იყო. ბრძოლის დაწყებამდე ახალგაზრდა ვიკინგები დგებოდნენ მოწინავე რიგებში და ადგენდნენ ფარების კედელს. წინა რიგი იმუხლებოდა და იცავდა საკუთარ თავს. მეორე რიგი ოდნავ იხრებოდა მუხლებში და ფარებს აწყობდნენ წინა რიგის ფარების ზემოთ. მესამე რიგი კი ზემოთ მართავდა ფარებს და ჰორიზონტალურად ალაგებდა მათ. ამით ვიკინგები ქმნიდნენ თითქმის შეუღწევად კედელს, რომელიც სრულიად დაცული იყო წინა მხრიდან. ფარებს შორის დარჩენილი თავისუფალი სივრცე კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოწინავეებს ხმლებითა და შუბებით შეეპიათ მტრისთვის. ფარების კედლის შედგენამდე ისინი ერთ შუბს ისროდნენ მოწინააღმდეგისკენ, რომელსაც უძღვნიდნენ ოდინს. ამ ერთი შუბის შემდეგ ისრებისა და შუბების წვიმა მოდიოდა. იმ შემთხვევაში თუ ეს ტაქტიკა არ გაამართლათ და ვიკინგები ეწყობოდნენ სამკუთხა ფორმაციაში. ამ გზით ცდილობდნენ გაერღვიათ მტრის ჯარი და მოეკლათ მათი მეთაური. ბინძური ბარბაროსები. ხშირად ფილმებში ვიკინგებს წარმოგვიდგენენ როგორც მოულელ და ბინძურ ადამიანებს, თუმცა ეს სინამდვილე სულაც არ შეესაბამება. ნორმანები ყოველთვის უვლიდნენ საკუთარ გარეგნობას, განსაკუთრებით ფრჩხილებსა და თმას. მართალია სავარცხლის მსგავსი ნივთები სხვა კულტურაშიც გვხვდება, მაგრამ რაც არ უნდა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, სავარცხლის პირველ გამომგონებლად ვიკინგები მიიჩნევიან. სავარცხლები, პინცეტები, სამართებელი, სწორედ ამ ნივთებს აწყდებიან ყველაზე ხშირად არქეოლოგები ვიკინგების ძველი ნასახლარების დამუშავების დროს. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნორმანები სულაც არ იყვნენ ბინძური ბარბაროსები, არამედ პირიქით, ისინი თავის მოვლასა და ჰიგიენას დიდ ყურადღებას ანიჭებდნენ. ვიკინგების უმეტესი ბრძოლა ზღვაზე გაიმართა. როგორც ცნობილია, ვიკინგები უპირატესობას ანიჭებდნენ ზღვაზე ბრძოლას. ბრძოლის დაწყების წინ შემდეგ ხერხს მიმართავდნენ. ნორმანები თავიანთ საზღვაო ფლოტს სკრივებად აწყობდნენ. ყველაზე დიდ და გრძელ გემებს ერთმანეთზე თოკებით აბამდნენ და ქმნიდნენ უზარმაზარ მოტივტივე პლატფორმას. ამ გემების ცხვირები აღჭურვილი იყო რკინის პილანებითა და ისეთი მოწყობილობებით, რომელსაც მტრის გემებისთვის დიდი ზიანის მიყენება შეეძლო. გემის ცხვირებით მტრის ხომალდებს ეტაკებოდნენ, გადადიოდნენ მათზე და სასტიკად უსწორდებოდნენ მეტოქეებს. ამ უზარმაზარ ხომალდებს თან ახლდა პატარა გემები. ისინი ტაქტიკურად იყო განლაგებული და დამატებით დამხმარე ძალას წარმოადგენდა. მათი საშუალებით ნორმანები დამარცხებულ მტერს ედევნებოდნენ და მუსრს ავლებდნენ. შვილდოსნები მტერს ისრებს, შუბებსა და ქვებს ესროდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა სისხლიანი ბრძოლა. თხილამურები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელსაც ვიკინგებს მიაწერენ, თხილამურებია.
მართალია თხილამურების მსგავსი ნივთი რუსეთსა და ძველ ჩინეთშიც შექმნეს, მაგრამ დასავლეთ სამყაროში თხილამურზე სრიალის ტრადიციის დამკვიდრება სწორედ რომ ნორმანების დამსახურებაა. ძველი ვიკინგები თავიანთ ქვეყანაში ხშირად გადაადგილდებოდნენ თხილამურებით. მათ ასევე იყენებდნენ დასვენებისა და გართობის საშუალებად. სიტყვა სკი, ანუ თხილამური, ძველი ნორვეგიული სიტყვიდან სკიოდან მოდის. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, იქნებ არხიც გამოიწეროთ. თორის მჯოლნირს გისურვებთ. ნახვამდის.